ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა მეცა აღვიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათას. აი ამ კონტექსტში ჩვენ რო საუბრობთ, რომ ჩვენთვის თავარი მარადიული სიცოცხლეა ღმერთში, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიტყვები. შეუძლებელია მე ვიცოდე სად არის სიცოცხლე და სად არის ბედნიერება და ჩემ მოყვას ეს არ გაუნხილო. ამიტომ ჩემი ცხოვრება უნდა იყოს აღმსარებლობა. აი ნახეთ, ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა. ეს აღიარება იმას კი არნიშნავს, მაინდამაინც რომ გახვიდე და ბრტყელად ისაუბრო, ხო? ეს ნიშნავს ცხოვრების წესს. შენი ცხოვრების წესით უნდა ამოწმებდე, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანად. ეს არის ეს მოწმობა, რომელიც სავალდებულოა, გახსოვთ წმინდა წერილში პირდაპირ გვეუბნება თქვენ თან როგორ ამბობს, სული წმინდა რომ მოვა ჩემზე და ამოწმებს ადამიანთა გულებში და თქვენც სული წმინდასთან ერთად გვასახელებს. და თქვენც უნდა დაამოწმოთ ჩემ შესახებ. თქვენც უნდა დაამოწმოთ. და კიდევ მეორე პირველ რიგში ცხოვრების წესით. და მე გეტყვით რომ ცხოვრების წესით ვერ ვამოწმებთ, იმიტომ რომ ის რომ ცხოვრების წესით ვერ ვამოწმებთ, ეს აი აქვე ვლინდება. ტაძრის სივრცეში სამრელო ცხოვრების შიგნითაც ვლინდება, რომ ცხოვრების წესით ვერ ვამოწმებთ და წარმომიდგენია თუ ადამიანი აქვე ამოწმებს, გარეთ რო გადის, ის საერთოდ ქრისტიანს თუ გავს მე. აქ თუ ვერ ახერხებს ამას, სადაც მეტნაკლებად სულიერი გარემოა.